დაძაბულია ვითარება რუსთაველის გამზირზე, სადაც ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას სასულიერო პირები, მრევლი და უფლებადამცველები აპროტესტებენ. ყოფილი პარლამენტის შენობის წინ ამ წუთებში უამრავი ადამიანია შეკრებილი, რომლებიც ამბობენ, რომ ორგანიზაცია იდენტობის მიერ ორგანიზებული აქციის გამართვას არ დაუშვებენ. სიტყვიერი დაპირისპირება უკვე მოხდა შეკრებილებსა და პოლიციას შორის. ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე ბასილ მკალავიშვილიც მივიდა, რომელმაც თანხმლებ პირებთან ერთად აქციაზე ჭინჭრის თაიგულები მიიტანა. გადაკეტილია თავისუფლების მოედანი, აქციაზე სტუდენტებიც იმყოფებიან. თამარ გოგესაშვილი აშუქებს მიმდინარე აქციას და ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. თამარ, რას აპირებენ შეკრებილები იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია იდენტობის წარმომადგენლები აქციის გამართვას შეეცდებიან? რა ხდება ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე? ამ წუთებში პარლამენტის ყოფილ შენობასთან უამრავი ადამიანია შეკრებილი, მათ რამდენიმე წუთის წინ შეუერთდნენ აქციის მონაწილეები, რომლებმაც მსვლელობა მოაწყვეს ფილარმონიიდან ქაშვეთის მიმართულებით. აქციის მონაწილეები მათ შეხვდნენ ტაშითა და შეძახილებით. სასულიერო პირები და მრევლი აპროტესტებს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ აქციას, რომელიც აქ უნდა გაიმართოს და დაგეგმილია პირველ საათზე. აქ მოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური, რომელიც შეხვდა სასულიერო პირებს და მან განაცხადა, რომ აქცია ჩაივლის მშვიდ ვითარებაში და ამისთვის სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ. მცირე დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის. აქციის მონაწილეებმა მათ საშუალება არ მისცეს დაედგათ ჯებირები, თუმცა ამ დროისთვის ჯებირების დადგმა მაინც მოხერხდა და რუსთაველის გამზირი ორ ნაწილად არის გაყოფილი. დაახლოებით მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაყოფილია ეს ტერიტორია და აქციის მონაწილეებს მეორე მხარის გადასვლის საშუალება არ ეძლევათ. აქ კეთდება მოწოდებები და განცხადებები აქციის წინააღმდეგ. ისინი არიან დაავადებული ადამიანები, ერთი მხრივ დაავადებული ადამიანები და ჩვენ ამისთვის ჩვენს გვაქვს ცოდვები, მაგრამ ჩვენ აი ამ ცოდვების სხვაზე საჯაროდ გამოტანას იმისთვის, რომ აი ეს ცოდვა კარგია, ამას არ ვამბობ. ჩვენ ვამბობთ ცოდვა და ეს ცუდია. ამ წუთებში აქციის მონაწილეები გარკვეულ განცხადებებს აკეთებენ აქციის წინააღმდეგ, რომელიც აქ უნდა გაიმართოს პირველ საათზე. ხალხი იკრიბება და თანდათან ემატება აქციას მონაწილეთა რაოდენობა. ისინი ეწინააღმდეგებიან აქციას, რომელიც დაგეგმილია დღეს ჰომოფობიის წინააღმდეგ. უარს ვეუბნებით და ვეწინააღმდეგებით გარყვნილების პროპაგანდას. ჩვენ სიცოცხლის ფასად არ დაუშვებთ, რომ იმ ადგილას, სადაც ქართველების წმინდა სისხლი დაიღო 9 აპრილს, ეკლესიის და სკოლის წინ ჩავატარებინოთ გეი აღლუმი. ამას გამოვხატავთ გეი აღლუმი უნდა ჩატარდეს და უნდა გამოვხატავთ პროტესტი. ამ წმინდა ადგილზე ჩვენ არ გვინდა მაპატია და ჩვენ აი დამოკიდებულება, სადაც უჯულოება გამრავლდეს, იქაცა მადლი ქრისტესი გარდა მოემატოს. ამაზე მეტ კომენტარს ვერ გაგიკეთებთ. ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქციის ორგანიზატორია ორგანიზაცია იდენტობა. მას შეუერთდა და მხარს უჭერს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. მათ აქცია უნდა გამართონ აქ რუსთაველის გამზირზე პირველ საათზე, თუმცა ჯერჯერობით აქციის მონაწილეები არ გამოჩენილან. აქციის წინააღმდეგ ეს იყო თამარ გოგესაშვილი რუსთაველის გამზირიდან. რუსთაველის გამზირს ჩვენ მოგვიანებით ისევ დაუბრუნდებით.